ახლა ამ ნაწილში ბედის მატრიცის მინდა განვიხილო საგვარეულო ეგრეგორები. რა არის საგვარეულო ეგრეგორი? რო ავხსნათ, სანამ სული მოვა დედამიწაზე, მას აქვს რაღაც პროგრამა, რაღაც სასწაული, ასე ვთქვათ, და ეძებს აუცილებლად ისეთ გვარს, ანუ 4 ენერგიას მინიმუმ, რატო 4-ს? იმიტომ რომ მშობლებიდან დედიდან ყავს 2 არხი, ანუ დედის დედა ქალების არხი და დედის მამა კაცების არხი 7 თაობაზევით და მამის მხრიდანაც 2 არხი, ხო? მამის მამა კაცების არხი, მამის დედა ქალების არხი. მინიმუმ 4 არხი, უბრალოდ მაქსიმუმ 4 არხი, რომელსაც იგივე პრობლემა ქონდა. გვარს გამოსასწორებელი, რაც ამ პიროვნებას სურს. ამიტომ არის, რომ იტყვიან, რომ აი კარმულად ვერ თხოვდებიან, კარმულად სუხარიბები არიან, კარმულად რაღაც დაავადება აქვთ და ესეთები არიან სულ, ან რაღაცა ხასიათი, აი აქედან მოდის ენერგეტიკულად. ანუ სული პოულობს ისეთ ეგრეგორებს, სადაც, ანუ რაც მასთან ავთენტურია, რაც მისი მახასიათებლებში ჩნდება და იბადება იქ, რომ ისწავლოს. ახლა კი შეგახსენებთ, რომ მე ვარ ნათიშაი, ეს არის ჩემი არხი, მას შემდეგ რაც გამოიწერთ ამ არხს, ეს არხი გახდება თქვენი არხი. თუ გაინტერესებთ თქვენი ბედის მატრიცის განხილვა ან სწავლა, არა მარტო თქვენთვის, თქვენი ოჯახის წევრებისთვის, არამედ პროფესიონალურ დონეზე, რომ თქვენ ახალი საქმე, ახალი ცოდნა და პროფესია შეიძინოთ, სხვადასხვა ძალიან კარგად ანაზღაურებადი, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნომერზე 591-233-507. მოდი დავიწყოთ მამის მხრიდან განხილვა. რატო მამის მხრიდან რატო დავიწყე? იმიტომ რომ მამის ენერგია ამ ადამიანთან ძალიან აქტუალურია და მისი ენერგია პირდაპირ კავშირში არის მის ფინანსებთან და მის სასიყვარულო თემებთან დაკავშირებით. ნახეთ, მე ვიტყვი მახასიათებლებს, რაზეც უნდა იმუშაოს ამ ადამიანმა. ეს არის გარიყულობის აღმოფხვრა, ეს არის აი განდეგილობა ვიღაცისგან მოშორება. ეს ტრამვა აქვს ამ ადამიანს, ვინც პირველივე ნაწილი ნახა. ეს ადამიანი არის გაშულებული ბავშვი და კი ბავშვობიდანვე მოდის ეს ტრამვა და მამის მხარეს კაცებში ჰქონდათ ეს ტრამვა. შეიძლება არ იყო გაშულებული, მაგრამ ისეთ პირობებში იზრდებოდა, ისეთი სოციუმი ჰქონდა, რომ გარიყულად გრძნობდა თავს. ამიტომ აქედან უნდა გამოვიდეს ამ კომპლექსიდან ეს ადამიანი აუცილებლად და პირიქით მიიღოს ეს როგორც განსხვავებულობა, საინტერესო, ამით რაღაც გამოცდილება შეიძინოს, თვითონ არ გაიმეოროს მსგავსი შეცდომა, თვითონ ისწავლოს რაღაცა ამითი, ხო, აი სასწავლად მიიღოს და არა ტრაგედიად. მეორე რაც მინდა ვთქვა მამის ხაზიდან, ეს არის რაც უნდა დაამუშავოს მან, ეს არის მიზნებზე უარის თქმა. პირიქით უნდა იყოს მიზანსწრაფული. მოდი დადებით კონტექსტში ვიტყვი. იმიტომ რომ კონცენტრაცია ესე იყოს. შენი ვინც მისმენ ამას, ვისიც არის, უნდა კონდეს მიზნები, იყო მისკენ მიზანსწრაფული, შეიძლება სხვაც ჩართო, ამაში შენი ინტუიცია ჩართო, ძალიან კარგი იქნება, თუ შენს, ასე ვთქვათ, პატარ-პატარა მიზნებს ჩამოწერ, ამისთვის გულს კითხავ, რა გინდა, რა გსურს და წახვალ ამ მიზნებისკენ და ამ მიზნებისკენ მისასვლელ გზას ძალიან ჩაუღრმავდები, ღრმად, მკაფიოდ, საფუძვლიანად, რაც უფრო კარგად იცი, ხო, იცი, უფრო ადვილია მიზნის მიღწევა. აი ამის გაკეთება, ასევე კარმაზე მუშაობა, კარმა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი შენთვის, იმიტომ რომ შენ დაიბადე, შენ მოხვედი აქ, იმიტომ რომ გესწავლა რა არის კარმა. წაიკითხე, მიუხედავად იმისა, ალბათ ქრისტიანი ხარ, იმიტომ რომ ამ სოციუმი დამწერ, ხო? მაგრამ გაიცანი ბუდიზმის ფილოსოფიას, სამყაროს შექმნის ფილოსოფიას, იგრძენი რა ხდება, რატო ხდება. გამოდი იმ აზრიდან, რომ უსამართლო იყო შენთვის რამე, რომ უსამართლოდ მოგექცა ვინმე, რომ
როდესაც ამ ფილოსოფიიდან გადახედავ შენს ცხოვრებას, აბსოლუტურად შეგეცვლება აზრი, მიდგომა და ეს აუცილებელია შენთვის, იმიტომ რომ შენ სულს სჭირდება ეს და შენ ეს იმდენად უნდა გაითავისო, რომ შენ კი არა სხვებსაც დაეხმარო ამითი კარმის კანონების ცოდნით. ეს პირდაპირ მოწოდება შენი განსაკუთრებით კარგად უნდა მოექცე ოჯახს. არ დაარღვიო მისი ტრადიციები, იმიტომ რომ მამის მხრიდან, ქალებიდანაც მოდის ეს რაღაცა ღალატის თემა ოჯახში. ღალატი არ არის აუცილებლად სხვა კაცთან ან ქალთან გაქცევა, ღალატის მრავალნაირი, ასე ვთქვათ, ახსნა შეიძლება და მით უფრო ასეთი ცხოვრება გამოვლილ ადამიანს გეტყვი, რომ პატივი ეცი ორივე ოჯახს, როგორც ბიოლოგიურ ოჯახს, ისე აღმზრდელ ოჯახს და კარმულად მიუტექი ამასაც. ორივემ დიდი წვლილი შეასრულა შენს ცხოვრებაში, ერთმა მოგავლინა, მეორემ გაგზარდა და ამას ძალიან, ასე ვთქვათ, ეზოთერულ გახსნილი გულით, გახსნილი სულით, გახსნილი ემოციით ეს არ უნდა იყოს დაშტამბული ცოდნეს კარმის კანონები უნდა გესმოდეს, ხო, რა საიდან მოდის. უნდა იცოდე, რომ უსამართლობა არ არსებობს ამ სამყაროში. შეიძლება ამ ვიწრო გაგებით, ამ დაბადების დღიდან დღემდე რაღაცები მოგეჩვენოს უსამართლოდ, მაგრამ უნდა იცოდე, რომ შენ არ დაბადებულ ხარ მარტო ახლა, შენ მრავალი ცხოვრება ქონდა და თუ გეცოდინება, რომ ყველაფერს თავისი ფესვები აქვს, მიხვდები, რომ უსამართლო არაფერი არ არის და შენ დასასჯელად არაფერი არ ხდება, ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ გაიზარდო, ისწავლო, განვითარდე. ასევე დედის მხრიდან ენერგეტიკა, ეს არის არ ვიცი მე გამაჟრიალა ამ ყველაფერმა რა თქვა. დედის მხრიდან, კაცებიდან მოდის ენერგია, რომ მათ ეშინიათ ბავშვიშობის. და შენი უკავშირი მათ ეშინიათ დაბადების, მათ აქვს სტრესი, შვილის, ბავშვის, ახალი სიცოცხლის, ძალიან ტრამვულია ეს. და მართლაც ესე მოხდა, ხო? ბავშვი, რომელიც დაიბადა მათ გვარში, მოიცილეს. ამიტომ რაც არ ძნელი იყოს კარგი ურთიერთობა დედასთან არ აქვს მნიშვნელობა, გარდაცვლილია თუ ცოცხალია და შეუნდა შეცვალო შენში ეს და გახდე დედა, შობო, გიყვარდეს, არ გეშინოდეს ახალი სიცოცხლის მოვლენების, ამაზე უკვე ფსიქოლოგიურადაც შეგიძლია იმუშაო და რაც შეება კარგი ურთიერთობა ქონდეს კიდევ და კიდევ ვიტყვი დედასთან. და ასევე აი ნახე საკუთარ ბედნიერებაზე, საკუთარ მიზნებზე, საკუთარ შვილიც ერთ-ერთი ვარსკვლავია, ხო, იმ ღვთის აჩუქრებზე უარის თქმა და არ მიიღება და მსხვერპლად შეწირა იმის, რაც შენ მოგემადლა, ესეც დედის მხრიდან მოდის და შენც უნდა იპოვო შენ თავში ის ვარსკვლავები, რაც მოგცა სამყარომ, თუნდაც ნიჭიერება, თუნდაც სიყვარული, სილამაზის შეგრძნება, ხო? სიყვარულის ასე ვთქვათ, ნიჭი, ესეც ნიჭია, ყველას არ შეუძლია სიყვარული, ხო? ღრმა ინტუიცია, სამართლიანობა, ძალიან კარგია თუნდაც ეს რაც ჩამოვთვალე და ეს ყველაფერი მიიღე, განავითარე, გააძლიერე. აი ეს არის შენი საგვარეულო კარმები, რაც უნდა დაამუშავო. კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი 4 ყველაზე ძირითად მნიშვნელოვან საკითხებს. ეს არის გარიყულობიდან გამოსვლა და პირიქით ამ ტკივილის და ტრაგედიის შენს რუსული სიტყვა მომდის ფიშკა და ქართულად როგორ თქვა შენს კოზირად ქცევა, მოდი ესე ვიტყვი. მეორე ეს არის დედასთან კარგი ურთიერთობა, ბავშვები უნდა ყავდეს, კარმის კანონების ცოდნა და ოჯახის პატევისცემა. შემდეგ ნაწილში უკვე შევაჯამოთ და განვიხილოთ ეს საკითხები, აქაც რაც ჩანს, შენი დამოკიდებულება სამყაროსადმი, ქალები, კაცები, ვიხარ ღმერთისთვის და ასე შემდეგ და დასრულდება ჩვენი ბედის მატრიცის გახილვა.